საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა. ეს შედეგები ყველაზე მწვავედ და კრიტიკულად სწორედ რიგით მოქალაქეებზე აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც თვიდან თვემდე თავის გატანა მიზერულ ხელფასზე ან მიზერულ პენსიაზე უწევთ და როგორც ეს ადამიანები ამბობენ საქსტატის ანგარიში და მონაცემები კიდევ ერთხელ დასტურია იმის, რასაც რიგითი მოქალაქეები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ფასები პროდუქტებზე არის რეკორდულად მომატებული. საქსტატის ანგარიშის მიხედვითაც დასტურდება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით საუბარია ისეთ პროდუქტებზე ფასების მატებაზე, რომელიც ამ ადამიანებისთვის საარსებოდ არის აუცილებელი და იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა სიცოცხლე და არსებობა შეძლონ, სწორედ ეს პროდუქტები უნდა შეიძინონ. მათ შორის საუბარია ისეთ პროდუქტებზე ფასების რეკორდულ მატებაზე, როგორიც არის მაგალითად პური პროდუქტები, საუბარია მათ შორის ზეთზე, ხილზე, ბოსტნეულზეც და შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩა არც ერთი პროდუქტი, რომელზეც ფასები არ არის მომატებული და ჩვენ რიგით მოქალაქეებსაც, რა თქმა უნდა, ვკითხეთ თუ რა ვითარება ამ კუთხით ბაზრებში, მათ შორის სუპერმარკეტებშიც და ყველა იმას ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, რაც ისინი ბრუნდებიან მაგალითად მარკეტებში ან თუნდაც ბაზრებში, ყოველ ჯერზე ამ ადამიანებს პროდუქტებზე გაძვირებული ფასები ხვდებათ და ეს არის განსაკუთრებით რთული, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მიზერულ პენსიაზე არიან დამოკიდებული და ყოველთვიური 350 ლარი ამ ადამიანებმა უნდა გადაანაწილონ იმაში, რომ საარსებოდ აუცილებელი პროდუქტებით შეიძინონ და ასევე მედიკამენტებიც, რომელზეც ასევე რეკორდულად არის ფასები მომატებული და როგორც რიგითი მოქალაქეები ამბობენ, მაშინ, როდესაც მათ პროდუქტების შეძენა უწევთ, შესაძლოა თანხები უკვე აღარ დარჩეთ მედიკამენტებისთვის, ან პირიქით, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობენ, პროდუქტებისთვისაც აღარ რჩებათ დრო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხორც პროდუქტებზე არის განსაკუთრებული მაღალი ფასი და ადამიანები საუბრობენ იმას, რომ თვეში ერთხელაც კი ვერ ახერხებენ ამ მნიშვნელოვანი პროდუქტის შეძენას და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ამ ადამიანების პოზიციაც მოვისმინოთ. ახლა მოვდივარ ბაზრიდან და კატასტროფული ფასებია. ისეთია, რომ ხილსაც ვერ იყიდეს, აი ელემენტარულად ადამიანი, თორე საარსებო წყაროსთვის ახლა პურიც ხო იცით როგორ გაზრდილია ფასები. ყველაფერზე როგორ შეიძლება ეკონომიკა ყვაოდეს, როდესაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ხალხი გაიქცა, საზღვარგარეთ არის გასული სულ. არავინ არ არის თბილისში. უკვე ოჯახებიანად გადიან საქართველოდან. აქ არ ვიცი მე ჩვენ საქართველოს რა ეშველება. ამდენი შემოვიდა, ისინი აგერ არაბები შემოდიან, აგერ მშენებლობები იწყებდა. ეკონომიკა ყვავის ჩვენთვის არა. ეკონომიკა ალბათ ყვავის ბიუჯეტში და ჯიბეში. მე არ მეგულება საერთოდ სოფლიოში მთავრობა, როდესაც ხალხი ასეთ მდგომარეობაშია, შედალოცულო გამოდი და დაელაპარაკე იმ ხალხს. ძალიან ძვირი, ძალიან უმაღლესი ძვირი, რომელიც რომ მართლა რომ თუ პენსიონერი ხარ და შვილები არ გეხმარებიან, ვერაფერს ვერ მიაქვს. არ ჭამ ისეთ საკვებს, რომელიც რომ გეკუთვნის. ხორცი ღმერთმა იცის, როდის ჭამს ადამიანი. ახლა კარტოფილს და სტაფილოს და კომბოსტოს თუ იყიდი, ხო, იოლას გადიხარ. თუ არა და ეხლა არაფერი, თან ეხლა პამიდორი, ბადრიჯანი, რამე ყველაფერი მაინც ძვირია. პურიც გაძვირებულა როგორც. პური ხო, აი ლარი და 30 ვიყიდე ეხლა იმ მაღაზიაში. წამლები არის უარესი, გულის და თვალის. გუშინ ვიყიდე 2 წამალი 105 ლარი მივეცი. აი არასტაბილური ფასებია, აი დღეს რო ღირს ვთქვათ 2-3 ლარი, ხვალ 1-30%, 10 მაინც მომატებული არის. 100%-იც ყოფილა მომატებული. პროდუქტები არა 100% წარმოიდგინე. ვინც ხელფასზეა დამოკიდებული, ვინც პენსიაზეა, პენსიონერები წამლები ცალკე არის, ეს ბაზარი ცალკე გვახშობს, წამლების ფასი ცალკე გვახშობს. აი ძირითადად ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ვინც ხელფასზე ვარ დამოკიდებული. ხელფასების მომატება არ ხდება, ეს ფასები კიდე კოლოსალურად მაღლა ადის და ადის. ფასები იზრდება, ხელფასები არა. აი ხორცი მაგართა დავფიქრობ, ვერ ვფიქრობ. ძვირი 25 ლარი ამბავია. იმის მაგრეთო გაიარდა ზვირდება ყველაფერი. ამის შესწავლა ძალიან ძნელია და საწყალი თუ არის მარტო პენსიონერი თუ არის იმან რა უნდა იმისთვის ძალიან ძვირია ყველაფერი. გინდა ორჯერ აფი იყოს, მაინც ძვირია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით ინფლაციის დონემ ამ წელს 5.2% მიაღწია, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არის რეკორდული მაჩვენებელი და როგორც სფეროს ექსპერტები საუბრობენ, ეს იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ უკვე შესაძლოა ფასების დასტაბილურება გახდეს ძალიან რთული და შესაბამისად მაშინ, როდესაც ისეთ პროდუქტებზე იზრდება ფასები, როგორიც არის პური პროდუქტები, ეს ავტომატურად მიანიშნებს იმას, რომ სხვა პროდუქტებზე ფასების მატებას უახლოეს პერიოდშიც უნდა ველოდოთ. ინფლაციის მაჩვენებელში სწორედ ყველაზე მეტად ის საქონელია გაზრდილი,
რომელიც ყველაზე ფართო მოხმარების არის სურსასი და ალკოჰოლო სასმელები და ტანისამოსი, რაც გადაუდებლად აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ძალიან დაბალ შემოსავლებს, ან უშემოსავლობა შეიძლება ესე დავარქვათ, ეს საკმაოდ მძიმე დაისახება მოქალაქეებზე. სურსაც არ ამგონია, რომ შევძლოთ, რომ ჩვენ ფასების დასტაბილურობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერს დაეთყო პულიდან დაწყებული, რომელიც ყველაზე მეტად გაყიდვადია ეროვნულმა ბანკმა თავისი ინსტრუმენტები და გამოიყენეს, რომ ძალიან არ გაიქცეს, ასე ვთქვათ, ინფლაცია, იმიტომ რომ 5.2% ერთი შეხედვით მაღალი არ არის, მაგრამ ეს განსაზღვრული კონკრეტული ორი ჯგუფით რო არის უდიდეს ნაწილში გამოწეული, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო პირობითად თამბაქოს ან ალკოჰოლის სასმელების ან ნებისმიერი სხვა ჯგუფით გამოწეული, ესეთი მძიმე აღქმადობა არ ექნებოდა ამ შემთხვევაში და ამიტომ ამ მიმართულებით ქმედებაა საჭირო ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაა პირველ რიგში ამის წამალი. თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში რიგითი მოქალაქეების პოზიციასაც, ასევე ექსპერტების პოზიციასაც, ვით საუბრობენ იმ რთულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და გაზრდილ ფასებზე და ეს შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაადასტურა ეროვნული საქმის ეროვნულმა და ოფიციალურმა მონაცემებმაც და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, თუმცა სხვა რეალობა არის გარეთ ქუჩაში რიგითი მოქალაქეების სხვა რეალობას აღწერენ და ამ დრომდე ამ ადამიანებს ვერ გაუგიათ თუ რას გულისხმობენ ამ ეკონომიკურ აყვავებაზე და ვის ჯიბეებზე აისახება საბოლოოდ ეს უკეთესი ეკონომიკა ქვეყანაში.